ბიბიმ მოუწოდა ირანს, რომ მათ კარგად გაამახვილო ყურადღება იმაზე, თუ რა მოხდა ვენესუელაში და შესაძლოა არაპირდაპირ მიანიშნა, რომ შესაძლოა ახალი რეჟიმის ცვლილება ამჯერად უკვე ვიხილოთ ირანში. თანაც ხედავთ, რომ ირანში არის უდიდესი გამოსვლები, ხალხი უბრალოდ ჭკუიდან არის გადასული, 8 ადამიანი უკვე ამ მონაცემებით დაღუპული და მათ შორის ერთ-ერთი გარდაცვლილი არის 15 წლის. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ხა ამ სიახლეთან დაკავშირებით გადამოწმება კიდევ ერთხელ უნიშნელოვანესია ამ ინფორმაციის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ ფაქტია, რომ უდიდესი მასობრივი პროტესტი გრძელდება ირანში. ახლა მთავარია, რომ ხოსაშორის ტრამპ ხო ამ ვიდეოში უფრო იმაზე მინდოდა საუბარი და ყურადღების გამახვილება, რომ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ თუ კი ირანი არ შეწყვეტს უდანაშაულო მოქალაქეების ხოცვას პროტესტების დროს, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის და სიამოვნებით შეცვლის რეჟიმს. ერთი ცოტა ნორმალური პროგნოზი ეს არის, რომ ხო უნდა შეწყვეტოს ირანმა უდანაშაულო მოქალაქეების ხოცვა და იმედია ეს მითითება გათვალისწინებული იქნება და იმედია მშვიდობიანად ჩაივლის ეს მოვლენები და თუ რეჟიმის ცვლილება საჭირო იმედია, მაშინ რა ვიცი, პირველ რიგში მაშინ ალბათ ირანის რეჟიმს უნდა შეიქმნას პრობლემები, ცუდად არ გამიგოთ უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ, რაც მჯერა, რომ ჩემი აზრით ფაქტია.